მოგესალმებით მეგობრებო, სახელითა მამისათა, დაძისათა, დაწმინდისა სულისათა, ჩვენ დღეს ვაგრძელებთ კითხვას სწავლას ფსალმუნი 54 ბასილი დიდის გამარტებით, ხო? დასასრულსა გალობათა შინა გულისხმის ყოფისათვის ასაფისა ფსალმუნი და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან. ყურად იღე ღმერთო ლოცვისა ჩემისაი და ნუ გულებელს ყოფ ვედრებასა ჩემსა. წმინდა ბასილი დიდი გამარტავს, რომ ღმერთი ყოველთვის ისმენს გულწრფელ ლოცვას. წმინდა ბასილი დიდი გვასწავლის, რომ ლოცვა ჩვენი თავშესაფარია, როცა გვჭირდება ღვთის დახმარება. მუხლი მეორე. მომხედენ მე და შეგესემინ ჩემი რამე თუ შევწუხუნ ზრუნვასა ჩემსა და შევზრწუნდი. ჭირში ღმერთს მიმართავთ, წმინდა ბასილი დიდი ამბობს, რომ ღმერთი ხედავს ჩვენს ტანჯვას და მზადა გვიპასუხოს თუ მას გულით ვეძებთ. მესამე. ხმითა მტერი საითა და ჭირითა ცოდვილი საითა, რამე თუ მოაქციეს ჩემზე და უჯულოებითა და რისხვით მithმუმიდეს მე. ბასილი დიდი გამარტავს მეგობრებო, რომ მტრები ცოდვით გვაწყენენ, ესე იგი, ბასილი დიდი ამბობს ასევე, რომ გვარწმუნებს უბრალოდ, რომ ღმერთის სამართლიანობა გვიცავს ბოროტისაგან თუ მას მივენდობით, ხო? შემდეგი მეოთხე მუხლი. გული ჩემი შეძრწუნდა ჩემთანა და შიში სიკვდილისაი დამეცა ჩემ ზედა. შიში გვაწუხებს, მაგრამ წმინდა ბასილი დიდი გვახსენებს, რომ ღმერთი ჩვენი თავშესაფარია. ღვთისადმი მინდობა გვაშორებს სიკვდილის შიშს. მუხლი მეხუთე. შიში და ძრწოლაი მომიხდა მე და დამფარა მე ბნელმან. სიბნელე ცოდვის სიმძიმეა მეგობრებო და ესე იგი ღვთის ნათელი გვინათებს და გვანათებს გზას თუ მას გულით მიმართავთ, ხო? მისი ნათელი გვინათებს გზას. შემდეგ მეექვსე მუხლი. და ვთქუ ვინცა მცნე მე ბრთენი ვითარცა ტრედისანი და ავფრინდე მე და განვისვენო. ჭირში გაქცევა გვინდა, მაგრამ ბასილი დიდი ამბობს, რომ ნამდვილი სიმშვიდე ღმრთის წამებაში, უკაცრავად ღვთის ნებაში მდგომარეობს, ხო? სიმშვიდე, ხო, პირველ რიგში სიმშვიდეა საჭირო და ჩვენ ესე იგი და ნამდვილი სიმშვიდე ღვთის ნებაში მდგომარეობს და არა თქვა რაღაც გაქცევაში ან რაღაც რომ მიმართოთ სხვადასხვა საშუალებებს. შემდეგ მეშვიდე მუხლი. ესე რა განვეშორო სივლტოლითა და სივლტოლითა და განვისვენო უდაბნოსა შინა. ესე იგი უდაბნო სულიერი გამარტოების სიმბოლოა. წმინდა ბასილი გვიბიძგებს, რომ ვეძიოთ ღმერთი მარტოობაში, სადაც სიმშვიდეა. შემდეგ მოველოდე ღმერთსა მაცხოვარსა ჩემსა სულ მოკლებისაგან და წიავ ქარისა. ბასილი დიდი გამარტავს მეგობრებო, რომ ღმერთი ჩვენი მხსნელია. წმინდა ბასილი გვარწმუნებს, რომ ღმერთის მოლოდინი გვიცავს ყველა განსასწრელისაგან. შემდეგი მეცხრე მუხლი. დანთქენ უფალო და მიმოდაყვენ ენანი მათნი, რამე თუ ვიხილე მე უჯულოებაი და ხდომაი ქალაქსა შინა. ღმერთი ხედავს უსამართლობას და ბასილი დიდი ამბობს, რომ ღმერთი განსჯის მზაკრულ ენას, ჩვენ კი მას უნდა ვენდოთ.
შემდეგ მეათე მუხლი დღე და ღამე გარე მოადგეს მას და ზღუდეთა მისთა და უსჯულოებაი და სიცრუე და შრომაი შორის მათსა. ესე იგი ცოდვა ქალაქს აღრჩობს და წმინდა ბასილი გვარტყილებს რომ სიცრუისგან თავის დაღწევა ღვთის ნებაშია. მე-11 მუხლი მეგობრებო და არა მოაყდა უბნებსა მისა აღნადგინება და ზაკუვაი. ესე იგი უსამართლობა ყველგანაა და ესე იგი ჭეშმარიტება ერთადერთი გამოსავალია ცოდვისაგან. რამე თუ მტერმან თუმცა მაყვედრა მომცა ვითბინე მისი და მოძულე თუმცა ჩემს ზედამ დიდრად იტყოდა და მცა ვემალე მისგან. ღიად მტრულად განწყობილია, ესე იგი ადვილია და ბასილი დიდი ამბობს რომ ნამდვილი განსაცდელი ღალატია, მაგრამ ღმერთი გვიცავს. ხოლო შენ, კაცო, მოყვასო ჩემო, წინამძღვარო ჩემო და მეცნიერო ჩემო, ესე იგი ღალატი მეგობრობისგან მტკივნეულია, ხო და ბასილი დიდი გვასწავლის რომ ღმერთი ესე იგი ჩვენი ნამდვილი მეგობარია, რომელიც არასოდეს გვიღალატობს და გვღალატობს. შემდეგ მე-14 მუხლი რომელმან ერთბამად შენდა და ჩემდა დაატკბენ ჭამადნი, რამე თუ ვიდოდეთ ჩვენ ერთობით სახლსა ღმრთისასა. ანუ მოყვასის ღალატი გულს ესე გულს ტკივა, წინა ბასილი გვახსენებს რომ ღმერთის სახლში ნამდვილი ერთობა, სადაც ღალატი არ არსებობს. მე-15 მუხლის შემდეგი მოვე딘 სიკვდილი მათ ზედა და ცოცხლივ შთახდნენ იგინი ჯოჯოხეთად, რამე თუ უკეთურება იყო სამკვიდრებელსა შინა მათსა და შორის მათსა. წმინდა ბასილი დიდი გამარტავს მეგობრებო რომ ესე იგი ღმერთი სამართლიანად განსჯის მზაკვარს და რომ ბოროტება თავის საჯელს იღებს, ჩვენ კი ღმერთს უნდა ვენდოთ. მე ღმრთისა მიმართ ღაღატყავ და უფალმან ისმინა ჩემი. ღმერთი ისმენს ჩვენს ძახილს და რომ გულწრფელი ლოცვა, ესე იგი ყოველთვის პასუხს პოულობს, გულწრფელი ლოცვა. წუხრი დილეულდა სამხრად მიუთხრობდე და ვიტყოდი და ესმე ხმისა ჩემისაი. მუდმივი ლოცვა გვაძლიერებს და წმინდა ბასილი დიდი გვასწავლის რომ ღმერთთან მუდმივი საუბარი გვანათებს გზას. იხსნე სული ჩემი მშვიდობით მახლობელთაგან ჩემთა, რამე თუ მრავლობით იყვნენ იგინი ჩემთანა. ესმეს ღმერთსა და დაამდაბლნენ იგინი, რომელ იგი წინავე იყოს საუკუნეთა, რამე თუ არა არს მათ და ნაცვალ არცა შეეშინა მათ ღმრთისა. ესე იგი ღმერთი სამართლიანად განსჯის, წმინდა ბასილი დიდი გვაფრთხილებს რომ ღვთის შიშის გარეშე ადამიანი თავის დაღუპავს, ესე იგი თავის დაღუპვას იწვევს. მე-20 მუხლი მიყო ხელი მისი რაითამცა მიაგო მათ, რამე თუ მათ შეაგინეს სჯული მისი. ესე იგი ღვთის სჯული შეურაცხყოფას სასჯელს იწვევს და ჩვენ უნდა ღვთის ნებას პატივი უნდა ვცეთ. 21 მუხლი განიყვინეს იგინი რისხვითა პირისა მისი საითა და მიახლნეს გულნი მათნი, ლბილ იქმნეს სიტყვანი მათნი, უფრო იზეთისა და იგინი იყვნეს ვითარცა ისრით პირნი. მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი და მან გამოგზარდოს შენ და არა სცეს
შერყევა იუკუნისამდე მართალსა. წმინდა ბასილი დიდი გამარტავს, რომ ღმერთს მივანდოთ ჩვენი საზრუნავი და რომ ესე იგი ვინც ღმერთს ენდობა, არასოდეს შეირყევა. და ბოლო მუხლი, ეს არის 23 მუხლი, შეგახსენებთ, ეს არის ფსალმუნი 54, 23 მუხლი ბოლო. და ვკითხულობთ, ხოლო შენ ღმერთმა შთახედნე იგინი მღვიმესა მას განხრწისასა კასტა მოსისხლეთა და მზაკუართანუ განაზოგნე დღენი მათნი, ხოლო მე უფალო შენ გესავ, ბოლოს დიდება არის. ღმერთი განსჯის ბოროტს, მაგრამ მართალი გადარჩება, რა თქმა უნდა, წმინდა ბასილი გვასწავლის, რომ ღმერთის მინდობა გვაძლევს, ესე იგი, სამუდამო ცხოვრებას. ღმერთმა შეგიწიროთ ყველას, ვინც მისმენდით და ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.